მოგესალმებით ყველას. დღეს ძალიან საინტერესო ადგილას ვარ მოსული. კომპიუტერული თამაშები, ვისაც გიყვართ, განსაკუთრებით საბოლოო თამაშები, ალბათ ყველას სახელი Forza გეცნობათ, Forza Horizon-ი. ხო და ამ თამაშის მეოთხე ნაწილი, Forza Horizon 4 არის, მისი ეტაპი არის UK-ში, ედინბურგის გარშემო და მეც რახან ძალიან შორს არ ვცხოვრობ. ედინბურგისგან გამოვიარე ახლო ადგილებში, რომელიც არის გამოყენებული თამაში. ხო და ამ თამაში არის ერთი ძალიან ლამაზი ლოკაცია, სახელად Bamboro Castle, ანუ ბამბოროს ციხესიმაგრე. და საათობით დრო მაქვს გატარებული ამ თამაში, ამ Bamboro Castle-ის გარშემო. ხო და შემთხვევით თავი ამოვყავი დღეს აქ და მოდი შევადაროთ სულ რამდენად გავს რეალური ციხესიმაგრე, თამაშიდან აღებულ ციხესიმაგრეს და ისიც გამოჩნდა. ეს რას ხედავ აქ? მოდი ერთ შევიაროთ, აბა. აჰა, კატაობის დროს შემოვეყარე ესეთ უმშვენიერეს მანქანას, არ ვიცი რა არის, მაგრამ ფანტასტიკურად რო გამოიყურება, ეგ კი ვიცი. მე მგონი რაღაც ბრენდის და Jaguar-ის კოლაბორაცია არის, როგორც ამიხსნა მე პატრონემ. Jaguar-ის ბეჯი აქვს ბორბლებზე, ხოლო წინა ბეჯი არის Ronar. არც გამიგია არასდროს, ეს წინა გრილი ულამაზესია, ძველ Ferrari-ს გავს რაღაცით. უმშვენიერესი მანქანა. ესეთი მანქანა გაასწორებთ. ისა სტილით რაღაცით გვანან ჩემი ბაიკი და ეს მანქანა. წავედით, გავაგრძელებთ კატაობა. იდეაში ახლა ჯერ კიდევ ინგლისში ვართ, მაგრამ საზღვრიდან, შოტლანდიის საზღვრიდან მართალი გითხრათ, არ არის შორი, ალბათ დაახლოებით 9 საათის სავალზე არის აქედან და ხარ შოტლანდიაში. აუ, ნახე რა ლამაზი. ძალიან დიდი რომ ხელა ციხესიმაგრე ზღვის პირას. ძალიან მაგარი. მოდი ერთი ზემოთ ავალ და წრეს დავარტყავ და იქიდან გადავიღებ კიდე. ზევითაც ავიდეთ, ვნახოთ, პარკინგი იქნება რაღაც. კრიკეტის მოედანია, როგორ უყვართ ამ ქვეყანაში კრიკეტი, ვერ დავამუყამე მაგ სპორტის ვერაფერი. ესეც ულამაზესი Bamboro Castle. ამავავიდეთ ზევით, ვნახოთ რა ხედები. აუ, ლამაზესია. ნახეთ რა ხედია. აი გავჩერდეთ, აბა, დავთხმეთ ხედით. ქვემეხები შემზადებული არის თავარი. ულამაზესი ადგილი. დიუნები არარეალურად გამოიყურებ. და ამ უმშვენიერ ხედის ფონზე ჩემი ტრიუმფი. კაი, მოდი ჩვენ ახლა ამ Bamboro Castle-ის გარშემო გზები გამოვიკვლიოთ. ოკეი, წავედით. ეს ამას ეძახიან ხოლმე turn by turn navigations. ცოტა რთული საკითხავია, ჩვეულებრივი ნავიგაციასთან შედარებით, რასაც ტელეფონზე გვიჩვენებს ხოლმე აპლიკაციები, Google Maps ან Waze, მაგრამ
საკმაოდ მინიმალისტურია, ტელეფონის დაყენება არ გჭირდება. და იმის რო არ მეწვალა თავიდან იმის დაყენებაზე, კვადლოკის დაყენებაზე და თან იდეაში ამას ადგილიც არ აქვს. მე მგონია ეს yoke bolt-ი არ ამოდის ამ ბაიკზე. ასე რომ რაღაც სპეციალური ბრაკეტი იყიდება კვადლოკის, რომელიც AM 2 ბოლტიდან AM 2 ბოლტზე მაკრდება და ეს ზემოდან გადმოდის, რაც არ მომწონს თუ როგორ გამოიყურება. ასე რომ გადავწყვიტე ამ turn by turn navigations მივეჩვი. და სხვადასხვა არაა, ცუდი საკმაოდ კაია. ტრიუმფის აპლიკაციით მუშაობს. რა კაი გზაა. But Forza Horizon-ის გზებს არ გავს, მაგრამ ძალიან მაგარი გზაა. დავეთ, აბა. ძალიან ლამაზი გზაა. ძალიან მაგარი. საკმაოდ მკვეთრი მოსახვევი შეგვდა. ოვა. ეგ არაფერი. ეს უკვე მომწონს. რა მაგარი. ამ გზებზე ჭუმეპარება რომ ისე შეიძლება ფრენა როგორც Forza Horizon-ში, მაგრამ კაი დროის გატარება აშკარად შეიძლება. Alright, cheeky wheeling. Over. ეგ არის ბორცვებს იქიდან ვერ ხედა უკვე მოსახვევი საით მიდის და ჯობია რომ შეანელო თუ არ გინდა რომ იფრინო გზის გარეთ ეგრევე. თერმებთან ძალიან ფრთხილად უნდა იყო, თორე ძალიან მარტივია ვიღაცა ან რაღაცა გაიტანა. იმიტომ რომ ცხოველობა მოძრაობს წინ და უკვე. რა ვიდეაში ეს ბაიკი დიდი ხანი არ არის რაც ყავს, მაგრამ ამ მოკლე დროის მონაკვეთის განმავლობაში იმდენად შემოყვარა თავი რომ რა ყველაფერს აკეთებს, აი რა იმართება ჯადოსნურად. თორქი აქვს რაღაც სასწაული, მესამე სიჩქარეშიც კი ამომიყვანია გაზის სახელურის გახსნით უბრალოდ ვილში. კლაჩის გამოყენების გარეშე ფანტასტიკური რამოა. თან ჩემი წონა რო გავითვალისწინოთ, უმეტესობა ბაიკებს ძალიან გაუჭირდება ამის გაკეთება. ძალიან მაგარი რამოა. და ეს mini fairing-ით რაღაცაში გეხმარება რა. ამ ჰაერის ნაკაცას თუ ისე გაშორებს რა და თუ მთლად სუპერბაიკებით, სუპერსპორტ ბაიკებით არ არის, naked ბაიკებზე ბევრად უკეთესია. აი ესე short distance-ებზე გადაადგილების დროს კრუიზ კონტროლით ძალიან მაგარი რამაა. აი დავაყენე ბაიკი მიდის. მეტი რა გინდა. ისე ამ ლაპარაკში 6 მილი მაქვს დარჩენილი რეინჯი და სადმე ახლა
petrol station-ი თუ არ ვიპოვე დარხეული მაქვს მაგრამ. ეს ხოხბები? ხო, ხოხბები ალბათ. ახლა ყოველ ორდაბიტში გადარბიან გზაზე, აქ ერთი-ორჯერ რამე შემომაკვდა. ოხ შენი დე და მოტოციკლებსაც არ მოსწევენ, კაი რამეს ალბათ. რა დაეჯახ. მე მგონი მაქვს ვიდეო, ერთხელ როგორ გადამირბინა. ჩავსვავ. ვანაფებთ. Okay. Come on, petrol station-ი მინდა. სად არის? Okay, 200 არჩი უხვევთ მარჯვნივ. კარგი, შეუხვიოთ მარჯვნივ, მაგრამ petrol station-ი სად არის? აი, როდესაც უკვე ხელს აუშვებ, გაზის სახელურს და უკვე ეს წყნარად სიარულს იწყებ, ნელ-ნელა მოტოციკლიც, ეს რა ხდება აქ? ეს რა ხდება აქ? ეს ჩვენ არ გვინდა. აჰა, country lane გზებზე კატაობა. ესა, ამას ვერ არიდებ თავს, ადრე თუ გვიან შემოეყრები სად. ოკეი. ეჭამი გაზიპინებული ბაიკი ახლა, ამაში ამოვსვარ. ოფიციალურად 0 მილი მაქვს რეინჯი დარჩენილი. ბაიკზე და petrol station-ი არცად არ ჩანს. ასე რომ დამერხა, მომიწევს რამოდენიმე მილი ამითი გორაობა სადღაც. აუ, რაღაცა რეზერვი უნდა გქონდეს იდეაში ამას ახლა 0-ის ქვევით კიდე. ფლად ეგრე არ უნდა იყოს, ახლა 0-0 ჩამოვა და გაჩერდეს რა. ასე რომ მოდი, მაგის იმედად ვიყოთ. რაღაცა რეზერვი გვაქვს დარჩენილი. აუ რა გამიმართლა. საერთოდ ერთი 5 მილი ვიარე. რაღაც იმის მერე რაც გამინულა. აუ მაგრად გადავრჩი. ოპა. ყოჩახ ჯარვის, ყოჩახ. რახან გადავრჩით, წამოეხა ჩვენ ისე ზღვაზე შევიაროთ და ყავა დავლიოთ არა. რომელ პლეჟზე წავიდე, ეგ არის კაი კითხვა. ეს ახალი CBR 600 არ არის, როგორც იქნა ვიპოვე, არ ამყავდა ნანახი ახლოდან და რა ძალიან ლამაზი ბაიკი. რა პატარა დისპლეი აქვს. ერთი ბეწო დისპლეი აქვს. ნუ იდეაში თავი როგორ კოფრიში ჩაყოფილი ახლა მეტი არც სჭირდება ალბათ. და кайფო ბაიკი. მაგრამ ვინგლეტები რო აქვს უხდებს მეტშოს წინი. შვენიერი ამინდი გამოვიდა, 1-2 ბაიკერით შემხვდა აქ. ესეც ლაითჰაუსი, იმედია ხედავთ. ყავას მივირთმევთ. მით დავამთავრებ ალბათ აქედან გაუყვები სახლისკენ. კარგით.